ალბათ დამეთანხმებით, რომ მებაჟის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმიანობაა, რადგან ისინი აკონტროლებენ ქვეყნის ეკონომიკურ საზღვარს, ამოწმებენ მგზავრებსა და მათ ბარგს და ყოველდღიურად იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებზეც უსაფრთხოება და კანონის დაცვაა დამოკიდებული. დღეს გაგაცნობთ ქალს, რომელიც უკვე 14 წელია ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად ასრულებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობს და გახსნის დღიდან სალომე საღრიშვილი მთავარი მებაჟე ოფიცერია. სამსახურის მიღმა კი 5 შვილის დედაა, რომელიც პროფესიულ მოვალეობასა და ოჯახურ ცხოვრებას ერთმანეთს უთავსებს. რა პასუხისმგებლობას მოიცავს ეს პროფესია და როგორ ახერხებს ორი სრულიად განსხვავებული სამყაროს შეთავსებას თამარ კობახიძე და გიორგი კოდრიკაძის სიუჟეტიდან გავიგებთ. სანამ ათასობით მგზავრი მოგზაურობისთვის ემზადება, მთავარი მებაჟე ოფიცერი ქვეყნის ეკონომიკური საზღვრის დაცვას იწყებს. მე ვარ სალომე საღრიშვილი, 45 წლის, 2012 წლიდან მუშაობ საბაჟოზე, მებაჟე ოფიცერი ვარ, უკვე 14 წელია. ნებისმიერი გადაწყვეტილება და შემოწმება იმ პასუხისმგებლობის ნაწილია, რომელსაც უკვე 14 წელია ყოველდღიურად ასრულებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გახსნის დღიდან მუშაობს. ჩამოფრინდა ასტანის რეისი, ვემზადებით მგზავრების მისაღებად. რაღაც ახალი იყო, ჩემთვის უცხო იყო. როდესაც გასაუბრება გავიარეთ, როდესაც სტაჟირებაზე აგვიყვანეს და უფრო შეხება მოგვეცა თეორიაში რა ხდებოდა, როგორ იყო, სრულიად უცხო რაღაცასთან მქონდა შეხება და თავიდან ცოტა შემეშინდა ბოლომდე შევძლებდი თუ არა. მთავარი მებაჟე ოფიცრი სამუშაო დღე ათობით რეისსა და ასობით მგზავრის მიღებას უკავშირდება. გამარჯობა. თუ შეიძლება ჩემთან მობრძანდით. თითოეული გასაუბრება, დოკუმენტისა თუ ბარგის შემოწმება დიდ ყურადღებას მოითხოვს. Please put your hand luggages. Tell me please how much money do you have in cash? In cash, maybe like $80 USD. Okay, do you have any gold jewelry? No. Gold coins, silver coins? No. Ხალოთ ხელბარგები. ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალიც კი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. Okay, you can go. სწორედ ამიტომ თუ გასაუბრების ან დაკვირვების შედეგად ეჭვჩნდება, მებაჟე ოფიცერი იღებს გადაწყვეტილებას მგზავრისა და მისი ბარგის დამატებითი, მათ შორის ფიზიკური შემოწმების შესახებ. შეიძლება ინტერვიუებაში ვთქვათ, არაფერი ისეთი შვიდად წყარად ვესაუბრება, მაგრამ რაღაც საეჭვო აქვს, ხო, აი ქცევაში თვითონ საუბარის მანერაშიც შეგვიყვანია, დაგვითვალიერებია დეტალურად, ფიზიკურადაც დაგვითვალიერებია, ყოფილა რაღაცა პატარა აღმოჩენა და სირთულე არის, დიდი პასუხისმგებლობაა, სხვადასხვა სპეციფიკა არის. ყველაფერი ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს. და ყველაზე მეტად ის არის, რომ შენი ადამიანობა და კანონი ერთმანეთს შეუთავსო და სწორი გადაწყვეტილებები მიიღო. სალომეს ცხოვრებაში ეს ერთადერთი პასუხისმგებლობა არ არის. რა შვები და როგორ ახარ? მეც კარგად, დედი, რა შვები დღეს რომელზეა გამოცდა? მებაჟე ოფიცრის ფორმის მიღმა 5 შვილის დედა დგას. პროფესიულ საქმეს ოჯახური რუტინაც ემატება. ამზადებს კერძებს. აქტიურად მონაწილეობს შვილების ყოველდღიურ ცხოვრებაში და ცდილობს თითოეულ მათგანს საკმარისი დრო და ყურადღება დაუთმოს. ყავს 5 შვილი, უფროსები სტუდენტები არიან, ამათგან ყველაზე უფროსი უცხოეთში სწავლობს, მეოთხე და მეხუთე ბავშვი სკოლის მოსწავლეები არიან, ამ წუთას ფეხბურთით არიან გატაცებულები. სამსახურში როცა დავამთავრეთ ჩვენ საქმიანობას, მოვდივარ სახლში, აქ უკვე სხვაგვარი სამსახური იწყება. სხვაგვარი სამსახური, ყველა ბავშვის ემოცია უნდა გავითვალისწინო, ყველა ბავშვის დღის წესრიგი, დღის რეჟიმი უნდა გავითვალისწინო. თუმცა როგორც კი სამუშაო ფორმას ირგებს, მებაჟე ოფიცერი ისევ პროფესიულ პასუხისმგებლობას უბრუნდება. ჩვენი რეპორტაჟის გადაღების დროს ერთ-ერთი მგზავრის ბარგში შენიშნეს საეჭვო ნივთები და ნივთიერებები, ამიტომ ბარგი სკანერზე გადაიტანეს. რაღაც რამდენიმე ბეჭდის მსგავსი უჩანდა, მაინც ჩახედეთ. შედეგების შეფასების შემდეგ კი გადაწყდა მისი გახსნა და დეტალური დათვალიერება. ბარგის დეტალური შემოწმების შემდეგ საეჭვო ნივთიერებების იდენტიფიცირება მოხდა. რაღაცა უცხო რაღაცაა და სუნითაც უცხოა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო სასმელი ჩაი.
ასევე გადამოწმდა მედიკამენტების დასახელება და ოდენობა. საბოლოოდ შემოწმების შემდეგ მგზავრის მხრიდან არანაირი დარღვევა არ დაფიქსირდა. ერთხელ საქართველოს მოქალაქე იტალიიდან ჩამოვიდა. ბარგს დაერტყა სტიკერი მედიკამენტებზე, როდესაც შევიყვანეთ ოთახში დავათვალიერეთ ბარგი, ცალკე ბარგში აღმოჩნდა ნარკოტიკული მედიკამენტები და ხელბარგშიდაც აღმოაჩნდა კიდევ სხვა ნარკოტიკული საშუალებები. ეს ძალიან მტკივნეული საკითხია ჩემთვის პირადად ნარკოტიკები და ვფიქრობ, რომ მებაჟე მართლა დებს ამაში თავის რესურსს. სალომეს მოვალეობაში შედის არა მხოლოდ ბარგის კონტროლი, არამედ ძვირფასი ლითონებისა და ქვების შეფასებაც. თუ მგზავრის ბარგში მსგავსი ნივთები აღმოჩნდება და დამატებითი შემოწმების საჭიროება დადგება, ის დეტალურად მოწმდება. შესაბამის შემთხვევაში კი მგზავრი ვალდებულია ნივთები კანონით დადგენილი წესით განაბაჟოს. ის რომ მებაჟე იცავს ქვეყნის ეკონომიურ საზღვარს, ამავე დროს ის არის ქვეყნის სახე და ჩვენ მებაჟე ოფიცრები განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ამ პასუხისმგებლობას. სალომეს აღრიშვილის ისტორია გვიჩვენებს, რომ ცხოვრებაში სხვადასხვა პასუხისმგებლობის შეთავსება შესაძლებელია. 45 წლის ასაკში 5 შვილის დედაა და მთავარი მებაჟე ოფიცერია. მიხარია, რომ პატარა წვლილი შემაქვს გარდა დედობისა, ჩემი ქვეყნის და ხალხის ცოტათი უკეთესობისკენ წინსვლაში და უკეთესობაში. სახლში შვილების მომავალზე ზრუნავს. სამსახურში კი ქვეყნის ეკონომიკურ საზღვარს იცავს. ორი განსხვავებული სამყარო, ერთი და იგივე ღირებულებებს აერთიანებს. ერთგულება ოჯახისა და საქმის მიმართ. გამოცდაზე არ ინერვიული არაფერი, ყველაფერი